გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ შოთა თაყაიშვილი, ონტოფსიქოლოგი. დღეს მინდა მიმართო ყველა მამაკაცს, ვისაც აქვს პრობლემა, რასაც ეძახიან ერექტიული დისფუნქციის, ანუ იმპოტენციის. ანუ როდესაც არ მყარდება სქესობრივი ორგანო. თანამედროვე ფსიქოლოგია შეიჭრა, შევიდა იმ განზომილებაში, რასაც ქვია ენერგია. შეისწავლა ვინ არის ადამიანი, როგორი არის ადამიანი. და რა თქმა უნდა, როდესაც არის გარკვეული დარღვევა, დამახინჯება რაღაცა სიტუაციის, არა აქვს მნიშვნელობა ეს ფსიქიკაში იქნება თუ სომაში, სხეულში იქნება. თანამედროვე ფსიქოლოგია პოულობს ამის მიზეზს და ხსნის, რატომ მიზეზი ყოველთვის არის მიზეზი. ნებისმიერ შედეგს ყოველთვის აქვს თავისი მიზეზი. დღეს დამტკიცებულია, რომ 90%-ზე მეტი დაავადება გამოწვეულია ფსიქიკური მიზეზის გამო, ფსიქიკური კაუზალურობის გამო. ანუ დაავადების მიზეზი არის ფსიქიკაში. რატო? იმიტომ რომ მეგობრებო, ჯანმრთელობა არის, როდესაც ნებისმიერი ნაწილი ჩვენი ორგანიზმის ინტეგრირებულია ენერგეტიკულ სივრცეში, ენერგეტიკულ მთლიანობაში. ჯანმრთელობა არის ადამიანის ავტონომიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ნებისმიერი მისი უჯრედი ინტეგრირებულია, ანუ კონტაქტშია ენერგიასთან. ონკოლოგია, სისხლის დაავადებები, ფილტვის დაავადებები, კანის დაავადებები. ყოველთვის მიზეზი ამათი არის ფსიქიკაში. ლაპარაკია იმ დაავადებებზე, რომლებიც ქრონიკულია, ბევრი ხანია უკვე აქვს ადამიანს. რა თქმა უნდა, რაღაცა პატარ-პატარა პრობლემები ყოველთვის შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს, მაგრამ როდესაც ადამიანს ბევრი ხანია აქვს რაღაცა პრობლემა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის გამოწვეულია ფსიქიკური მიზეზის გამო. მაგალითად, რა არის ამის დასამტკიცებელი მაგალითი? მეცნიერებამ კაი ხანია უკვე იცის, რომ ჩვენს ორგანიზმში გარკვეული დროის შემდეგ არ რჩება არც ერთი ძველი უჯრედი. ანუ ხდება რეგენერაციას, რასაც ეწოდებენ კიდევ ერთხელ გენერაცია წარმოშობა. ანუ ჩვენს ორგანიზმში ჩდება ახალი უჯრედები. ესე იგი, ორგანიზმი ყოველთვის ახლდება. და მაშინ ჩდება ლოგიკური შეკითხვა, ხო? თუ ორგანიზმი ახალია, თუ უჯრედები ახალია, დაავადება რატომ არის ისევ ის? რატომ არ არის ისე, რომ ახალ უჯრედებს მოაქვთ ახალი ორგანიზმი და უნდა მოჰქონდეთ ახალი ჯანმრთელობა, ხო? მაგრამ არა. ის ავადმყოფობაც, ის დაავადებაც, ის პრობლემაც ისევ ისეთია იმ ახალ უჯრედებში, იმ ახალ ორგანიზმში. ეს იმას ნიშნავს, რომ არქიტექტორი, ვინც ალაგებს ამ უჯრედებს, ვინც ალაგებს ამ აგურებს, არქიტექტორი ამ სახლის, ასაც შეიძლება ჩვენ უწოდოთ დაავადება, აი ამ შედეგის არქიტექტორი არის ქვეცნობიერი, ანუ აქტიური ეგზისტენციალური კვანტი, როგორც ფსიქიკის, ასევე სომატიკურ ასპექტში, სომას, სხეულში. რაც შეეხება იმპოტენციას, ზოგიერთი ექიმი იმასაც ამბობს ხანდახან, რომ გამიგონია მე, რომ ჭკვიანი ექიმებისგან, რომ ფსიქოემოციონალური მიზეზი შეიძლება იყოსო. მე ვადასტურებ, რომ თუ არ იყო რაიმე ზემოქმედება ორგანოზე, არ არის ტრამვა რაიმე, ხომ? და მამაკაც გაუჩნდა ეს პრობლემა, ეს ყოველთვის არის გამოწვეული ფსიქიკიდან, ქვეცნობიერიდან. ყოველთვის. ესე იგი, რა ხდება? არის ესეთი სიტყვა ინტენცია, ანუ განზრახვა. ინტენცია, რომელიც წინ უდგას მოქმედებას. იმიტომ რომ ის სისხლი, რომელიც მიედინება ორგანოში, მაგ სისხლს ნებისმიერ მოძრაობას, ნებისმიერ ძალას ყოველთვის სჭირდება ასევე ენერგია. აი სად არის შესული ტრადიციული მედიცინა, ტრადიციული რას ნიშნავს? ის, რაც დღემდე იყო, მაგრამ თანამედროვე მეცნიერება უკვე უფრო შორს შევიდა იმ განზომილებაში, რაც არის კაუზალურობა ნებისმიერი მატერიის, ანუ ნებისმიერი მატერიის მიზეზი, ნებისმიერი მოქმედების მიზეზი. იმ სამყაროს, რასაც ეძახიან ნოუმენს, ფენომენოლოგია არა, ის სამყარო, რომელიც არის გამოვლინებული, მაგ სამყაროს ჩვენ ვეძახით ფენომენოლოგიას, ხო, ადამიანები, ფენომენი.
და თანამედროვე მეცნიერება შევიდა იმ განზომილებაში, რასაც ქვია ნოუმენი. ამიტომ, როდესაც ადამიანს მამაკაცს გაუჩნდა ეს პრობლემა, ხო? რასაც ქვია ერექტიული დისფუნქცია, ანუ იმპოტენცია. საკმარისია მისი სურვილი და თანამედროვე მეცნიერება დაეხმარება მას. იპოვის მიზეზს, აუცილებლად იპოვის მიზეზს. ამიტომ ჩემო კარგებო, ვისაც გააქვთ ეს პრობლემა, მომწერეთ, აგერ იქნება ჩემი ტელეფონი. კონფიდენციალურობას და რეზულტატის გარანტიას, რა თქმა უნდა, გაძლევთ 100%-ით. კიდე ერთხელ, კონფიდენციალურობას და რეზულტატის სიზუსტის გარანტიას გაძლევთ 100%-ით. თუ გექნებათ რაიმე შეკითხვები, დამირეკეთ და ყველაფერს აგიხსნით. აბა მადლობთ, კარგად ბრძანდებოდით.